გამოვეხმაო რომ ბატონი ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ტყუილების ანგარიში. კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირმა გააჩერა ინსტიტუციური თანამშრომლობა საქართველოსთან და ის ციტირებს 2025 წლის ნოემბრის წერილს, მას შესაძაც ერთი წლით ადრე 2024 წლის ნოემბერში თვითონ კობახიძემ შეაჩერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ეს განცხადება ახსოვს მთელ საქართველოს და სრულიად ცივილიზებულ მსოფლიოს. კობახიძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ შენდება ანაკლიის ღრმაწყვოვანი პორტი. ანაკლიას პირველი გემები უკვე 6 წლის წინ უნდა მიეღო რომარა ივანიშვილის ოცნება და მათი რუსული ამოცანა. ნაცვლად ამისა 6 წლის თავზე ვისმენთ, რომ მიმდინარეობს დაღრმავებითი სამუშაოები. ისაც კონსორციუმმა უკვე განახორციელა წლების წინ, როცა მოხდა 5 მილიონი კუბური მეტრი მიწის ამოტუმვა. შესაბამისად, 6 წლის თავზე კობახიძე გვპირდება იმას, რაც 7 წლის წინ უკვე გაკეთდა. რასაკვირველია, ნორმალური ადამიანი სერიოზულად ვერ მოეკიდება კობახიძის საუბარს ანაკლიაზე, ან რა პორტზეა საუბარი, როდესაც სპორტამდე მისასვლელი გზაც კი არ არსებობს. სიმართლე ცხადი არის ის, რომ ამ რეჟიმის პირობებში არ კეთდება და არ გაკეთდება არაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის სპორტი აშენდეს, რადგან ეს რეჟიმი ემსახურება რუსულ ინტერესს და არა ქართულ ეროვნულ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს. კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მაჩვენებელი 80%-მდეა. სრულიად გაუგებარია, თუ ვის მიეწერება ეს გამოთვლა, რადგან ევროკავშირი ერთადერთ ასეთ გამოთვლას აწარმოებს, რომელიც ეხება საგარეო პოლიტიკის თანხმედრას და რომელშიც ქოცებს აქვთ ყველა დონის ყველაზე დაბალი და სამარცხინო 40%, მაგრამ არსად და არაფერში არ აქვთ 80%. კობახიძე ამტკიცებს, რომ გრძელდება მუშაობა ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობის მიმართულებით. მაშინ როცა მისივე რეჟიმის მთავარი ყოფილი პროპაგანდისტიც კი ამბობს, რომ უცხოური ინვესტიციები არ შემოდის ამ ქვეყანაში. 2025 წელს პირდაპირ უცხოური ინვესტიციები იყო 1,68 მილიარდი, მაგრამ აქედან 1,4 მილიარდი იყო რეინვესტიცია, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირი ახალი ფული და ახალი უცხოური ინვესტიცია ამ ქვეყანაში არ შემოდის. არამედ ესაა აქ მოქმედი უცხოური კომპანიების რეინვესტიციები. კობახიძე ამბობს, რომ 230,880 ბავშვი სარგებლობს ყოველთვიური შემწეობით. თუმცა ის აღარ ახსენებს, რომ მისმა ხელისუფლებამ, მისივე აღიარებით 2022-2026 წლებში 30,000 ფიქტიური ყალბი სამუშაო ადგილის შექმნაში გაფლანგა 376 მილიონი ლარი. დიახ, მშიერი და სოციალურად დაუცველი ბავშვების და მოხუცების დახმარების მაგიერ მისმა ხელისუფლებამ გაფლანგა კორუფციულად 376 მილიონი ლარი და ამას თავად კობახიძე აღიარებს. კობახიძე ამბობს, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიზნით. მას შორისაც ჯერ კიდევ 3 წლის წინ ნატო უკვე ამბობდა, რომ საქართველო არ ასრულებს არც ერთ ნაკის ვალდებულებას და არც ერთ საკვანძო რეფორმას, რაც აუცილებლად მოეთხოვება ასპირანტ ქვეყანას. ასეთია, მეგობრებო, კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა. ღირსეულმა ქართულმა ხალხმა სულ მალე საკათეისი პასუხი უნდა გასცეს ამ ქრონიკულ ცრუპენტელებს, რომელსაც საკუთარ პარტიულ პოლიტიკურ ეგოს შესწირეს ამ ქვეყნის რეპუტაცია, სტაბილურობა, კეთილდღეობა და მილიონობით ქართველის ბედი.